ალბათ შენს გქონია მსგავსი მომენტი, როცა გრძნობდი, რომ თითქოს ჩიხში შეხვედი. კვებას ვეღარ აკონტროლებდი, თითქოს ძალა არ ყოფნიდა და ფიქრობდი, რომ უბრალოდ ნებისყოფა არ გაქვს. მაგრამ გინდა გითხრა სიმართლე, ეს შენი ბრალი არაა. სინამდვილეში პრობლემა შენი ნებისყოფა კი არაა. პრობლემა ისაა, რომ წლების განმავლობაში ჩაგინერგეს რწმენა, რომ წონის კლება ნიშნავს შიმშილს, ტანჯვას და ყველაფერზე უარის თქმას. ამიტომ შენი ტვინი გიცავს. ცდილობს თავიდან აგაცილოს ის, რაც სტრესთან ასოცირდება. შენ არ ხარ ზარმაცი. შენ უბრალოდ იბრძვი საკუთარი ინსტინქტებიდან გამომდინარე. მაგრამ როცა იწყებ ჭკვიანურ კვებას, სადაც მუდმივად არ გშია, არ გეშინია დაშავების და არ თვლი თითოეულ კალორიას, შენი ტვინი იწყებს შენთან თანამშრომლობას. შენ აღარ ხარ მშიერი, აღარ გინდა ჩუმად მიეპარო ტკბილეულს და შედეგი ბუნებრივად მოდის. თუ ოდესმე გიფიქრია, რომ შენ ამას ვერ შეძლებ, იცოდე, რომ პრობლემა შენში არ არის. პრობლემა იმ სისტემაშია, რომელსაც მიყვებოდი. და როცა ამას შეცვლი, ყველაფერი შეიცვლება. მე ზუსტად ამას ვასწავლი ჩემს მენტორობის პროგრამაში. როგორ შეცვალო შენი ფიქრები და კვება ისე, რომ წონა თავისით შემცირდეს და შედეგით შეინარჩუნო. თუ გინდა რომ ეს ცვლილება ჩემთან ერთად დაიწყო, მომწერე პირადში და გავისაუბროთ.